ეს პურია, მისი ასაკი 4300 წელია. ის აქამდე აღმოჩენილი პირველი ფორმაში გამომცხარი პურია დედამიწაზე. არტეფაქტი წლების წინ აღმოაჩინეს. დიდხანს ის ხის ნაფოტი ეკონათ. პალინოლოგიურმა კვლევამ მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა. ჯერცეთი ვნახეთ ეგრევე ხორბლის მტვრის მარცვლები. გარდა ამისა, უამრავი სახამებელი, რომელიც ფქვილშია და ფქვილისგან ხდება და ასევე ძალიან საინტერესო იყო, რომ ვნახეთ სვიას მტვრის მარცვლები. მის ნაყოფს და თესლებს ამისათვის როგორც საფუარს იყენებდნენ და მე უნდა გითხრათ, რომ დღესაც სოფლებში, ბევრ სოფელში, როცა რომ უნდათ რომ ეკოლოგიურად სოფთა იყოს პროდუქტი და არ იყოს არანაირი არ ცოკო და არაფერი, სწორედ რომ სვიას ხმარობენ. ავის სამარხში მეორე საგანიც იდო. ეს სალის ქვას მიამსკავსეს. მიკროსკოპულმა ანალიზმა დაადასტურა, ეს კარგად შენახული ტკბილი ორცხობილა იყო. ის ქვა სალეში ასევე აღმოჩნდა ხორბლის მტვრის მარცვლები, უამრავი სახამებელი, კიდე აღმოჩნდა თაფლის ნაშთი, ესე იგი რაღაცა ტკბილი იყო, ხო? ესე იგი ორცხობილა იყო და კიდე თხილი იყო, პიტნა იყო. ესე იგი, გემოქონდათ, ხო? არა მარტო ტკბილი იყო, თხილიც გაუკეთეს ამ ნამცხვარს და პიტნის გემოც მისცეს. 8000 წლის წინ ხორბლის ყანებში ადამიანი ისეთ მცენარეებს տեսავს, რომელიც ხორბლისგან გამომცხარ პურს ბუნებრივ საფუარად გამოადგება. ერთი ასეთია მინდვრის სარეველა ბალახი, მახობელა. მახობელს ქონდა ისეთი თვისება, რომელიც იცავდა ხორბალს დაობებისგან. უფრო რბილი იყო მახობელიანი პური, მოლურჯოფერი ქონდა მართალია, მაგრამ რბილი პური გამოდიოდა და ერთი კვირის მანძილზე არ ობდებოდა. ეს არის ბუნებრივი კონსერვანტი. ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულში კავთისხევის გათხრების დროს დერგში მარცვლეულთან ერთად ზუსტად ეს მახობელი ვიპოვეთ. გრაკ